მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს პელნიკ ტუტორია ტრადიციულად ყველაფერი მარტივად და გასაგებად. დღეს შევისაუბროთ JavaScript-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელსაწყოზე, ეს არის setting. აა ვისწავლოთ ასევე setting-ის მეთოდებსა და თვისებებს, რომლებიც მუშაობას გაგვიმარტივებს. ასევე ვნახავთ კოდის მაგალითებს, თუ სადა როგორ გამოვიყენოთ ის რეალურ პროექტებში. დღევანდელი ვიდეოსთვის მოგიმზადეთ ძალიან საინტერესო სლაიდები, მოდი გადავიდეთ პირდაპირ სლაიდებზე და განვიხილოთ თითოეული მათგანი. გავხსნათ ჩვენი სლაიდერი. ეს არის ჩვენი სლაიდერი. და მოდი პირველი setting-ის მეთოდები და თვისებები. JavaScript set ობიექტი, მეთოდები, თვისებები, პრაქტიკული მაგალითები. განვიხილოთ 10 მეთოდს, ასევე კოდის მაგალითები იქნება ჩვენ სლაიდებში და რა თქმა უნდა გამოყენების შემთხვევები იქნება აღწერილი. პირველ რიგში მოდი გავიგოთ თუ რა არის setting. setting არის ჩაშენებული ობიექტი, რომელიც ინახავს ნებისმიერი ტიპის უნიკალურ მნიშვნელობებს, პრიმიტივებს ან ობიექტის მიმართებებს. ძირითადი მახასიათებლები, მხოლოდ უნიკალური მნიშვნელობებია დაშვებული, მაგალითად უნდა იყოს უნიკალური მნიშვნელობები, რას ნიშნავს ეს? არ უნდა იყოს განმეორებითი მნიშვნელობები, არ უნდა იყოს ორი ერთნაირი სიტყვა, ორი ერთნაირი ასო, ან ორი ერთნაირი, ასე ვთქვათ, რიცხვი. ასევე ესე იგი მის ძირითადი მახასიათებელი არის ნებისმიერი მონაცემთა ტიპის მხარდაჭერა აქვს, იქნება string-ი, number-ი, big-int თუ ასე შემდეგ. ინახავს ჩასმის თანმიმდევრობას და ძებნის წარმატება აქვს. set ავტომატურად შლის დუპლიკატებს, როდესაც მასივიდან იქმნება. გვაქვს შედარება set obs მასივი. მასივის შემთხვევაში დუპლიკატები დაიშვება, რა თქმა უნდა. ხოლო set-ის შემთხვევაში მხოლოდ უნიკალური მნიშვნელობები ინახავს, უნიკალური მნიშვნელობების გამოიტანს set-ი. ძირითადი სინტაქსი მოცემული გვაქვს, შეგიძლიათ თითოეული მაგალითი, თითოეულ სლაიდზე რა მაგალითიც იქნება, შეგიძლიათ გადაიტანოთ VS Code-ში, გასინჯოთ და იმუშაოთ მასზე, რომ რათა უკეთ გაიგოთ თითოეული მათგანი. შემდეგი სლაიდი ეს არის set-ის შექმნა, new set-ი. გვაქვს ცარიელი set-ი, გვაქვს მასივიდან ამოღებული set-ი და string-დან ამოღებული ასეთი. შედეგებიც გვაქვს თითოეული, ხედავთ თქვენ აქ შედეგებს. ასე ავტომატური დუბლირების წაშლა აქვს, set-ის შექმნა იტერაბელიდან ავტომატურად შორის ყოველ დუპლიკატ მნიშვნელობას, ეს არის ყველაზე მარტივი გზა მასივიდან უნიკალური მნიშვნელობების მისაღებად, რა თქმა უნდა. გვაქვს მასივი დუპლიკატებით, გვაქვს მოცემული აქ, მაგალითად const nums 1112223, const unique, ვეუბნებით რომ ცვლადი უნიკალური new set-დან ამოიღე რიცხვები და const.log ამოიღებს უნიკალურს და ამოგიღებს 123. შემდეგი სლაიდი ეს არის add მეთოდი, რომელიც ამატებს, ასე ვთქვათ, ობიექტებს ჩვენს set-ში. მეთოდის ახსნა, add მეთოდი ახალი ელემენტს ამატებს set-ში, თუ მნიშვნელობა უკვე არსებობს, ის რა თქმა უნდა იგნორირება. თუ ისეთ მნიშვნელობას ჩავწერთ, მაგალითად გვაქვს set-ი, რომელშიც გვაქვს ხილი, აფელი, ბანანა, ჩერი და ჩვენ გვინდა რომ დავამატოთ აფელი ან ბანანი. ორივე ერთად რა, ამ შემთხვევაში ჩვენი დამატების მოთხოვნა იგნორირდება, ვინაიდან და რადგანაც set-ში უკვე არსებობს აფელის და ბანანიც. set ობიექტის თავად უზრუნველყოფს ჯაჭვურ გამოძახებას. კოდის მაგალითი გვაქვს მოცემული, ასე მეთოდების ჯაჭვური გამოძახების მაგალითი გვაქვს. ვიზუალური წარმოდგენა რო ქონდეს, გვაქვს ცარიელი set-ი მაგალითად, არაფერი არა გვაქვს, ნაბიჯი 2. დავამატოთ აფელი და გაჩნდა მხოლოდ აფელი, set-ში გვაქვს უკვე აფელი. დავამატეთ შემდეგ უკვე ბანანი და გვაქვს უკვე ორი, ასე ვთქვათ, ელემენტი, აფელი და ბანანი. და ასე გრძელდება, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი სურვილისამებრ ნებისმიერი რაოდენობის. შემდეგ სლაიდი ეხება delete და clear მეთოდებს. და რითი განსხვავდება ეხა ეს ორივე რა თქმა უნდა არის წაშლის
მაგრამ დილით შემთხვევაში ანუ კონკრეტული ელემენტის წაშლა ხდება, მაგალითად გვაქვს სეტი, რომლიდანაც გვინდა კონკრეტული ელემენტის წავშლოთ, ამ შემთხვევაში გამოიყენება დილით მეთოდი. ხოლო clear მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა ანუ ყველა ელემენტის წაშლა სეტიდან. ანუ შეიძლება ობიექტები შედარებულია მიმართებით, არა მნიშვნელობით. აბრუნებს ანუ undefined და არ აბრუნებს მნიშვნელობას. ანუ იმ შემთხვევაში თუ ანუ ყველას წავშლით. შემდეგი სლაიდი ეს არის has მეთოდი. ანუ has მეთოდი ამოწურებს არსებობს თუ არა მნიშვნელობას სეტში, აბრუნებს truth or false. ანუ თუ არსებობს და აბრუნებს რა თქმა უნდა truth, თუ არ არსებობს და აბრუნებს რა თქმა უნდა false. აბრუნებს boolean true თუ არსებობს, როგორც გითხარით, თუ არ არსებობს და აბრუნებს false. გვაქვს კოდის მაგალითად ასევე წარმადობის შედარება, ანუ massivსა და set შორის, ანუ massive ნელი არის ნელი ძალიან და ანუ ხაზოვარ უნდა შეამოწმოს ყველა ელემენტი სანამ იპოვოს. ეს ხდება massive შემთხვევაში, ხოლო set-ის შემთხვევაში არის ძალიან სწრაფი და ასევე პირდაპირ მიდის ძებნა, ანუ ძალიან სწრაფად ეძებს. როდის გამოვიყენოთ, ანუ მომხმარების უფლებების შემოწმება, ელემენტის არსებობის დადასტურება კოლექციაში, ასევე დუპლიკატ ოპერაციების თავიდან ასაცილება და სწრაფი წევრობის ტესტირებისთვის გამოიყენება. შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ. ასევე გვაქვს აქ შემდეგ ეს არის საისთვისება, ანუ ზომა, თუ რამდენი ელემენტისგან შედგება ჩვენი სეტი. ანუ თვითონ საისთვისება აბრუნებს სეტში უნიკალურ ელემენტების რაოდენობას, მსგავსია მასივის ლენგთის, ანუ წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ მასივის ელემენტებზე, მასივის ასე ვთქვათ, თვისებებზე, სადაც ყონდა ერთ-ერთი თვისება ლენგთი აღწერილი და ანუ დაახლოებით მისი მსგავსი არის რა, უბრალოდ სახელები აქვს განსხვავება, მაგრამ სინამდვილეში ანუ საიზის და ლენგთის ერთ და იგივე რაღაცას ასრულებს. ეს იგი საის თვისება, ანუ აბრუნებს სეტში უნიკალური ელემენტების რაოდენობას მსგავსია მასიურ ლენგთისა. მხოლოდ წასაკითხი თვისებები ან ნამბერი. შემთხვევაში გვაქვს კოდი მოცემული, გვაქვს საიზი და ლენგთი შედარებული ერთმანეთს და ვიზუალური მაგალითი რომ ანუ A B C D E და გამოიტანს set.size უდრის 5, ანუ გამოიტანს რომ ანუ სეტში გვაქვს 5 ელემენტი. შემდეგი სლაიდი ეს არის for each მეთოდი. ანუ მეთოდის საქმე for each მეთოდი ასრულებს ფუნქციას სეტის თითოეულ ელემენტისთვის ჩასმის თანმიმდევრობით. გვაქვს სინტაქსი მოცემული, ანუ callback პარამეტრები, რომელიც არის ანუ value მიმდინარე ელემენტი, value იგივე მნიშვნელობა, ანუ მათთან თავსებადობისთვის და set ობიექტი გვაქვს. გვაქვს კოდის მაგალითი, როდის შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ თითოეული ელემენტის დამუშავებისთვის, ასევე მოქმედებების განხორციელება ყველა ელემენტზე და სეტის ელემენტების გამოტანა. For of უფრო მარტივია და ხშირად გამოიყენება სეტებთან. ანუ ალტერნატივა არის for of. და რა თქმა უნდა, ანუ for-ის შემთხვევაში დაბრუნებს undefined. შემდეგი სლაიდი ეს არის value მეთოდი, keys და entires. ანუ სამ მეთოდის განხილვა გვაქვს. ანუ values, ანუ აბრუნებს iterატორს სეტის ყველა მნიშვნელობით. ასევე keys ეს არის values alias-ი, ანუ map-თან თავსებადობისთვის და გვაქვს entires, ანუ რომელიც აბრუნებს value წყლებს map-თან თავსებადობისთვის. ანუ შენიშნა სეტაპში keys და value ერთი და იგივეა, ანუ ეს მეთოდები არსებობს map-თან თავსებადობისთვის, რათა ერთი და იმავე კოდმა იმუშაოს ორივე შემთხვევაში მონაცემთა სტრუქტურაზე. შემდეგ ანუ set vs massive, რომელი გამოვიყენოთ, აქ გვაქვს აღწერილი, რომელი უკეთესი არის, მაგალითად ანუ massive უნიკალურობისთვის ცოტა დუპლიკატების მხრივ პრობლემა არის, ანუ სეტი არის უნიკალური ამ შემთხვევაში. ძებნისას ანუ massive არის ნელი, ხოლო სეტი არის სწრაფი, ანუ სწრაფად ეძებს. ინდექსზე წვდომა, რა თქმა უნდა, massive-ს აქვს, ანუ ინდექსი massive-ში ინდექსი მუშაობს, ხოლო set-ში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ინდექსი ამ შემთხვევაში.
თანმიმდევრობასაც შეეხება, მასივი გარანტირებულია, ხოლო სეტი, ჩასმის თანმიმდევრობაზე, ასე ვთქვათ, ჩასმის თანმიმდევრობის მხრივარი. მეთოდები, მასივში გვაქვს mapი, filter და reduce, ხოლო სეტში გვაქვს add, delete, has და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ მასივი გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, როდესაც გინდათ თანმიმდევრობა როდესაც გქონდეს თანმიმდევრობა მნიშვნელოვანი and დუპლიკატირება საჭირო, ასევე ინდექსზე დაფუძნებული ცდომა გჭირდებათ, array და ინდექსი როცა გჭირდებათ, მასივის მეთოდებს იყენებთ მაგალითად map filters მსგავსად და დალაგებულ მონაცემთან მუშაობისთვის, როდესაც გინდათ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, მასივი, ხოლო თუ მხოლოდ უნიკალური მნიშვნელობები გჭირდებათ, ან სწრაფი არსებობის შემოწმება გჭირდებათ, has მასივიდან დუპლიკატების წაშლა გინდათ, ან უნიკალურ კოლექციებს მართავთ, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ სეტი. შემდეგი პრაქტიკული გამოყენების შემთხვევები გვაქვს დუპლიკატების წაშლა, მომხმარების უფლებები, უნიკალური ვიზიტორების ტრეკინგი, გვაქვს თუ სამ ალგორითმი, ასევე tag ფილტრაცია, უნიკალური არჩეული თაგების შენახვა, ასევე პროდუქტის ფილტრაციისთვის, გვაქვს მომხმარებლის ID ტრეკინგი, უნიკალური მომხმარების ID-ების ტრეკინგი ჟურნალებიდან, ღონისძიებებიდან და გვაქვს ძიების ისტორია, უნიკალური საძებო შეკითხვების შენახვა დუპლიკატების გარეშე. სეტები იდეალური ნებისმიერი სცენარისთვის, რომელიც უნიკალურ მნიშვნელობებს მოითხოვს. შემდეგი სლაიდი, რა ვისწავლოთ დღევანდელი, ასე ვთქვათ, რა ვისწავლოთ JavaScript სეტის შესახებ. ძირითადი კონცეფციები, ხშირი გამოყენების შემთხვევები, ასევე ვისწავლოთ მეთოდები, თუ რა მეთოდები აქვს და ჩემი რჩევა იქნება, რომ თითოეული მაგალითი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ვიდეოში, გადაიტანოთ თითოეული კოდი, გასინჯოთ თქვენი ხელით, შეცვალოთ, დაამატოთ, წაშალოთ, ან თქვენი დაწეროთ, იგივე, მაგალითად თქვენი ხელებით დაწეროთ და არ გადმოეკოპიროთ. ეცადოთ, რომ ძალიან ბევრი მუშაოთ მეთოდებზე, იმიტომ რომ მეთოდები ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, პრაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ცოდნა გავიღრმავოთ. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო. დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაიზაროთ, გამოგვიწერეთ, დააკომენტარეთ, დალაიქეთ და ერთად გავითვალეთ პროგრამირების სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.